მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ Aurora-ს ორი მოდელი ჭავლური კალმებიდან. თქვენთან ერთად გავაკეთო მათი განყუთვა და შემდეგ დავტესტოთ ერთად თუ როგორია მათი წერის გამოცდილება. მოდით დავიწყოთ. ეს არის მოდელი Y, Aurora-ს ერთ-ერთი პოპულარული მოდელი. მოყვება გარე ყუთი, აქვე არის საგარანტიო ბარათი, ავის ბეჭდის ადგილით და აქ არის ჩვენი ულამაზესი Y. ნახეთ როგორი დახვეწილია, თავსახური მოოქროვილია ვარდისფერი ოქროთი, სხვათა შორის დაფერვა აქვს 20 მიკრონი, რაც ძალიან სქელია და განაპირობებს იმას, რომ ხმარების შემთხვევაში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაშიც კი არ გადაუვა ფერი. კორპუსის ნაწილი კი დამზადებულია ძვირფასი ფისით, ხოლო წვერი არის 14 კარატი 585 ინჩის. ამ კონკრეტული ზომა გახლავთ მედიუმი, ანუ საშუალო ზომის წვერი გახლავთ. ვნახოთ შიგნით რა გვაქვს. შიგნით გვაქვს უკვე კონვერტერი, ეს კონკრეტული გახლავთ cartridge კონვერტერი. შეგვიძლია როგორც იცით უკვე ჩემი ვიდეოებიდან გამოიყენოთ ან ერთი ან მეორე. ძალიან კარგი ზომის არის, როგორც თავსახუროდ, ასევე თავსახურით. ეხლა კი გადავიდეთ მეორე მოდელზე. ეს გახლავთ Aurora-ს Style ესეთი კოლექციიდან. მასაც მოყვება გარე ყუთი, ანალოგიურად საგარანტიო ბარათი და ესეთი ლამაზი ლურჯი ფერის მოოქროვილი დეტალებით. ძალიან ლამაზი მოოქროვილი წვერი გახლავთ ეს. აღნიშნული ზომაც გახლავთ მედიუმი. ამ კონკრეტულს არ მოყვება უშუალოდ კონვერტერი. თუმცა რა თქმა უნდა ეს დამატებით შესაძლებელია შეიძინოთ და ამ კონკრეტულ შევსებას შეგვიძლია როგორც cartridge-ით, ასევე მელნის კონვერტერით. მოდით ახლა ორივე მათგანი დავტესტოთ თუ როგორ წერენ ისინი. დავიწყოთ Y-ით. სატესტოდ გამოვიყენებ Aurora-ს მელანს, სხვათა შორის ეს მელნის ბოთლი 100 წლის იუბილეზე გამოუშვა Aurora-მ. ძალიან ლამაზია. არის 55 მლ-იანი, რაც საკმაოდ დიდ ხანს გეყოფათ. მოდით გავტესტოთ ტრადიციულად, როგორც იტესტება ნებისმიერი ჭავლური კალმის ტესტირება ნებისმიერ ქვეყანაში მაღაზიებში ხდება შემდეგნაირად, რომ სველდება წვერი მელანში. წვერი იკავებს იმდენ მელანს, რომ რამდენიმე წინადადება დავწეროთ და მივხვდეთ თუ როგორია მისი წერის გამოცდილება. სასწაულია. სასწაული განცდა აქვს მეგობრებო რა. აქვს ძალიან მცირე დოზით ფიდბექი, რაც ძალიან სასიამოვნოს ხდის პროცესს. წვერი ძალიან დასრიალებს ფურცელზე, არანაირი ძალის დატანება, ძალიან მოქნილია. თითქმის ყველა მიმართულებით შეგვიძლია რომ დავატრიალოთ წვერი და გამოვიყვანოთ ისეთი ასო, როგორც ჩვენ გსურს. სასწაულია. ზოგადად Aurora-მ წვერის წარმოებაში ძალიან დიდი განვითარება პოვა ბოლო წლებში, 80-იანი წლებიდან მოყოლებული. დიდი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით. შეგახსენებთ მეგობრებო, რომ ყველა ბრენდს არ აქვს წვერის წარმოება. ზოგადად არსებობენ წვერის მწარმოებლები ცალკე, მაგალითად Iovo რომ ავიღოთ, ეს არის კომპანია, რომელიც წვერს ამზადებს და სხვა ბრენდები ყვეთავენ Iovo-ს და აყენებენ Iovo-ს წვერებს კალამზე. ამ შემთხვევაში, როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ უკვე luxury ბრენდებზე, როგორც Aurora და სხვა დანარჩენი იგივე Visconti, Montblanc და ასე შემდეგ, მათ აქვთ თავიანთი წვერის წარმოება და ისინი სწორედ ამით იწონებენ თავს. მოდით ახლა გავტესტოთ Style, ეს მოდელი. და ნახოთ ასევე მისი წერის გამოცდილება. ასევე ძალიან კარგია მეგობრებო. ერთადერთი განსხვავება შეიძლება იყოს რა, რომ Style ზოგადად Aurora-ს კოლექციაში ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური ჭავლური კალამია და შესაბამისად არ აქვს ოქროს წვერი. ჩვენ ბევრ ვიდეოში გვისაუბრია, რომ რა განსხვავებაა ფოლადის და ოქროს წვერის შორის.
ზოგადად ოქრო უფრო ბილი მეტალია, შესაბამისად წერის დროს უფრო მეტად მოქნილი არის. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფოლადის წვერის წარმოებაც იმდენად დაიხვეწა, რომ ძალიან მაღალი ხარისხის წვერებს აწარმოებენ. ამ ფასში ბიუჯეტურ ვარიანტში სასწაულად წერს ეს კონკრეტული მოდელი. აქვს ფიდბექი ოდნავ მეტი ვიდრე Y-ს ჰქონდა. ძალიან კარგი, ანალოგიურად ძალიან მოქნილია. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეულად მელანიც ასევე ძალიან ხარისხიანია. მოდით ახლა გავაკეთოთ რამდენიმე მაგალითი. მოდით ახლა გავაკეთოთ Y-ით იგივე. ოდნავ თითქოს, ოდნავ ძალიან სქელია Y-ის მედიუმი, ვიდრე სტაილის. თუმცა ეს ძალიან შესამჩნევი არ არის, უშუალოდ წერის დროს იგრძნობა. რაც შეეხება წერის გამოცდილებას, როგორც აღვნიშნე, ორივე მათგანი ძალიან კარგია მით უმეტეს თავის საფასო კატეგორიაში. ორივე კალამი ძალიან მაღალი ხარისხის არის, აი ხელში იგრძნობა ძალიან კარგი ბალანსი, ძალიან კარგად ჯდება. აი ყოველდღიური წერისთვის არის ორივე მათგანი, ეს არ არის ხელმოსაწერი კალმები, ეს არის ყოველდღიური წერის ზომის და ფორმის ჭავლური კალმები. საერთოდ არ აქვს წყვეტა თან არც ერთს. ეს თქვენ თვითონ უნდა გამოცადოთ მეგობრებო, ძალიან კარგია მოკლედ. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ ვიდეო და დროებით გემშვიდობებით. მადლობა ყურადღებისთვის.